მოგესალმებით უგურებოს ყველას, მე ვარ რაზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებდე, მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოსთვის ახლასაც ვიღებ, გავწიეთ ძალიან ბევრი ბრეინოტები და ძალიან ზვიადღირებული ბრეინოტები და აგიხსნით ატომაც მერე. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს ავხსნით, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადგეთ ახლა და დაალაიქოთ ეს ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ. ასევე გამოიწვევთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი. რადგანაც ძალიან მალე ავდივარ 2000 გამომწერზე და თუ დამეხმარებით, რომ ავიდე 2000 გამომწერზე, ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით. და ასევე ამით მე ვიქნები ძალიან მადლობელი. მადლობებს გაგისპამავთ იმენა. ასევე მაქვს მეგობრებო Discord სერვერი, ანუ იგივე ჩატი, სადაც მესჯობ ხოლმე და კაი იქნება თუ შემოხვალთ და სერვერის ლინკი იქნება აღწერაში და მაგისთვისაც მადლობებს გადაგიხდით. და ბოლოსთვის მეგობრებო, Roblox-ში გავაკეთე ახალი თამაში, ეს თამაში და ამის ლინკიც იქნება აღწერაში. ვინც კიდევ დამასუპორტებს და ყველაფერს გააკეთებს, უდიდესი მადლობა ჩემგან, რა ვინც მაგას იზამს, ჯიგრები ხართ სულ ყველა. ახლა კი მოდი გადავიდეთ ახსნაზე, თუ რატომ დავკარგეთ ძალიან ბევრი ბრეინოტები ამ ვიდეოს გადასაღებად. მოკლედ, პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ გეგმავდი, რომ ამ ვიდეოში მარტო დამეკარგა ერთი ბრეინოტი, 6-7, რომელსაც ვათამაშებდი. და ვინც მოიგო მეგობრებო 6-7, მაგან ვაფშე არ შემეხმიანა. ხო და როდესაც პრაივეტზე გადავედი, ალბათ გახსოვთ, რომ მესამე სართულზე სხვა ვიდეოებში მყავდა კეტუპატი, რომელიც აკეთებდა 500 მილიონს. ინტერნეტი მიჭედავდა მაგ დროს და ალბათ ვიღაცებსაც დაემართა ეგრე, რომ პრაივეტიდან ინტერნეტის გამო გადაიყვანეს პაბლიკ სერვერზე. ხო და დამემართა ეგრე, გადამიყვანეს პაბლიკ სერვერზე, კაი ხანი ვეჭხმებოდი და ვეჭიდოებოდი ხალხს, რომ ბრეინოტები არ წაეღოთ, მაგრამ კეტუპატი და ჩემი ნორმალური ისტოკი სამწუხაროდ წაიღეს, მოიპარეს, დანარჩენები შევძელი და დავიცავი და არ გავბრაზდებოდი კეტუპატი, რომ ნაჩუქარი არ ყოფილიყო. უბრალოდ თამაშია, ხო? მაგრამ ნაჩუქარია და ეხლა მაგის გამო მაგარი გამიტყდა. და თუ ის ადამიანი უყურებს ეხლა, ვინც კეტუპატი მაჩუქა, ბოდიშ გიხდი ძალიან პაბლიკზე გადამიყვანა, ჩემი ბრალი ვაფშე არ იყო და ვიცავდი დაჟე მაგ კეტუპატს. ახლა კი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ გადამაქვს სხვა ბრეინოტები alt account-ზე და 6-7-ს ტოვებ, რადგანაც მალე შემოყავს ჩემი გამომწერები და 6-7-ის გამო ვაჭიდავებ ჩემ გამომწერებს და ვნახოთ ვინ წაიღებს ამ 6-7-ს, რომელიც პირველ სართულზე მყავს. მაგრამ სანამ ეხლა ჩემი alt account-ი დამიცლის ბაზას, მალამდე მოდი წავიკითხავ თქვენს კომენტარებს და ვისი კომენტარიც არ მოახვედრე ან ვერ მოახვედრე ვიდეოში, ბოდიშ გიხდით. ასევე დაწერეთ თქვენს კომენტარი რამე ვიდეოში თუ გინდათ, რომ შემდეგ ვიდეოში თუ არა, შემდეგ ვიდეოში მოხდეს. კარგი, თორე დავიწყოთ პირველი კომენტარით. ფულს იღებ ამ ვიდეოებიდან და რამდენს გთხოვთ, ძალიან მაინტერესებსო. ეგ რომ გითხრა, რომ არ მოგატყუო წესებს ტეხავს ეგ, YouTube-ის ალგორითმებს და წესებს და არ შეიძლება რომ თქვენი მონეტიზაციის რივიალი გააკეთოთ. მაგრამ რადგანაც ჩემი გამომწერი ხარ და გაინტერესებს, შევეცდები ისე გითხრა, რომ წესები არ გავტეხო ვაფშე და რამე პრობლემები არ შემექმნას მე. კაი, ასე გეტყვი. ყველაზე მაქსიმუმ რაც ვიშოვე არის $1-დან $70 და ეგ თქვენი გამოსაცნობია, რომელიღაცა რიცხვი იქნება მაგიდან სწორი. ანუ 1-დან 70-მდე შეიძლება ნებისმიერი რიცხვი იყოს სწორი, ან 20, ან 50, ან 30, ნებისმიერი მოკლედ. ახლა მოდი გადავიდეთ შემდეგ კომენტარზე. ძალიან მაგარი ბაზა გაქვსო. მადლობა, გაიხარე, ვაკო. სიმართლე მოგითხრა, დღითი დღე ვცდილობ, რომ ეს ბაზა დავხვეწო, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ და ალბათ მომავალში, ძალიან დიდ მომავალში ალბათ, ასე ყველაზე მინიმუმ 3 წელში ალბათ ბაზა უკვე გავსებული მექნება დრაკონებით. გენაცვალე ძმაო, გულში ხარ მაგარი კაცი ხარ ზმი, მადლობა, გაიხარე. მიყვარს ამ კომენტარებს მომიტოვებ ხოლმე და ვკითხულობ ხოლმე ვიდეოებში, ჯიგრები ხართ მოკლედ ყველა. ძალიან კაი იუთუბერი ხარ და გისურვებ 20,000-ზე ასვლას. გაიხარე, ეგ არის ჩემი მიზანი, მაგრამ ჯერ 10,000 გამოწერი იქნება ჩემი მიზანი და 10,000 გამოწერზე მეგობრებო, რომ რამე სახეს ვაჩენ. ამიტომ ვფიქრობ, თქვენთვის თუ არა, ჩემთვის იქნება დიდი დღე, როდესაც 10,000 გამომწერზე ავალ
და დავდებ ვიდეოს, სადაც ვაჩვენ ჩემს სახეს. ნუ რა ვიცი მეგობრებო, მე ისეთი კომენტარი ვეღარ ვიპოვე და დამიტოვეთ მეგობრებო კომენტარები რამე და ავარჩევ შემდეგ ვიდეოში და თუ ვერ მოვახედე კიდევ ერთხელ ბოდიშ გიხდით სულ ყველას, ვისი კომენტარიც ვერ მოვახედე ვიდეოებში. კარგით მეგობრებო, დაგიბრუნდით სულ ყველას, გადავიტანე თითქმის ყველაფერი. თითქმის იმიტომ რომ ადგილი აღარ ამაგ და მესამე სართული ვეღარ გადავიტანე ბოლომდე. მაგრამ ეს პრობლემა რო გამოვასწორო, რასაც ვიზამ, არის ის რომ აქ დავდებ მეგობრებო ძალიან ბევრ ბომბებს, რომ როდესაც გამომწერები შემოვლენ, აქ არაფერი არ აიღონ. ასევე სანამ ბრძოლას დაიწყებენ ჩემი გამომწერები, ყველას გავაფრთხილებ, ვინც მესამეზე ავა მაინც და ბომბის ხმას გავიგებ თუ არა, ეგრევე ბლოკს ვადებ ყველა ჩემ გამომწერებს. ნუ რა თქმა უნდა, იმებს, ვინც ავა მესამე სართულზე. და ახლა შემოდიან უკვე ნელ-ნელა ჩემი გამომწერები. ძალიან კაი, ბაზა ჯერ არ გაიღება, რადგანაც ჯერ შევაგროვებ ხალხს. და ხალხიო შეგროვდება, უკვე მაშინ დაგიბრუნებით. სიო მეგობრებო, ვფიქრობ საკმარისად შეგროვდა უკვე ხალხი და დაიწყეს ბრძოლა 6-7-ზე, ნახე როგორ ბრძოლებენ, უკვე დაიძაბა სიტუაცია, აბა ვნახოთ რა მოხდება. კაი, ერთია და არა, მეორეც მოვიდა აგერ, აი და მიაქვს ჩემი 6-7 და მე მგონი ურტყამენ, ხო? ხო, ურტყამენ, ნახეთ მეგობრებო. ვფიქრობ რომ ეს ბრძოლა კაი ხანი არ გაჩერდება. და ვიღაცა მასკარად უნდა დაათმოს ეს 6-7, ნახეთ მეგობრებო რა ბრძოლაა და რა ამბებია უყურეთ. ახლოს არის, წაიღე, დაარტყი. მიდი წაიღე. აუ არა. გაახვავეს მაინც. ამას მიაქ. ნახოთ. შიაკ. შიაკ. დავიჯერო ასე მალე სულდება? არა. ბაზის წინ დაუსატყავდნენ და მერე ხმლის ეს მესამე სართულზე რატო ავიდა, ხო გავაფრთხილე. ჩამოვიდე როზე მესამე სართულიდან 6-7-ს ვათამაშებ, მესამეზე რაც არის არ ვართამაშებ. აი, დაგბლოკავ მაშინ. გავაფრთხილე მეგობრებო, ეს ადამიანი და მაინც იგივეს აკეთებს და ჩემბრალი არ არის ახლა ეგ. დავდგავ ისე აქ უფრო მეტ ბომბს და ვინმე თუ ამოვიდა, უი, უნდა გავუღო ახლა ბოდიში დიზვინი. შევარდეთ და დავეხმოთ მოდით ჩემ გამომწერებს და გავაღოთ ბაზა ძმა და ბაზის დაკეტვა. აი, გააღე ბაზა, შემოიყვანე ხალხი და მაინც დაცული იქნება ბრეიროტები ყველა ერთმანეთს უტყავს. ჯერჯერობით ვერავინ ვერ აიღო ეს 6-7. ხოლო თქვენ თუ გინდათ მეტი ასეთი გათამაშებები შევადნები და ეგეთი სერიოზული ამბები ჩავატარო, ამისათვის იცით რაც უნდა გააკეთოთ, მინდა დალაიქება ამ ვიდეოსი და სხვა ვიდეოების ახის გამოწერაც მჭირდება და ზარის გააქტიურებას და უნდა დამანახოთ мотивация და უნდა დამაჯეროთ და დამარწმუნოთ რომ მოგწონთ გათამაშებებს ვაკეთებ ხოლმე და გინდათ ამნაირი ტიპის გათამაშებები. ნუ ეხლა თქვენი გასაწყვეტია რასაც იზამთ, ან დამანახეთ მაგას ან არა, მაგრამ თუ დამანახებთ დღე უკეთეს გავხდით ჩემს გათამაშებებს. აი 6-7-ს კი არა. მომავალში აი თქვენს დავსვენო ბრეინოტებს გაგითამაშებთ. და რობუქსებსაც მეგობრებო, აი რობუქსებსაც გავათამაშებ მომავალში. ამათ რანაირი სლეპები აქვს, იმას რადიოაქტიული აქვს. წერო ვიღაცა გადუჯდა, რა სლეპია, აზზე არა ვარ, რას იყენებენ, მაგრამ რასაც უნდა იყენებდნენ, როგორც თქვენს ხედავთ და ალბათ გამომწერებიც ხვდებიან, ვინც ახლა სერვერზე არიან, რომ ცუდი მეთოდია და მაგ მეთოდს თუ გამოიყენებენ და სხვა მეთოდზე არ გადავლენ, 6-7-ს ვერ წაიღებენ ბაზიდან. მაინც მოვა ვიღაცა და დაგრიფოს მეგობრებო, აი დაარტყავს მაინც ვიღაცა და სიო წაიღებს მერე იმას ამივლენ და დაარტყავენ. ოპა, რაღაცეები დადგეს უკვე რობოტები და რაღაცეები რო არის. ეგ უკვე კაი მეთოდი არის, ახლა მე თუ მკითხავთ. დაიცავს თავის 6-7-ს და უფრო ნაკლები შანსი ექნება რომ ვიღაცა დაგრიფავს. კიდევ ეს წითელი кейფი, იმიტომ მიკეთია რომ ვიღაცას ვუყურებ აგერ უჩინარია თუ არა, ყველაფერი ჩანს. ვიღაცა იყო წეგან უჩინარია, ეგრე დავარნილია, მე მგონი ხედავთ წითელი ვიღაცა არის. აზე არა ვარ ვინ არის, მაგრამ თუ დავინახე რომ ეს მესამე სართულზე ავიდა, ამასაც ბლოკს დავადებ მეგობრებო და გავა სერვერიდან. ვიღაცამ ხმლით დაუშვას უყველას გააგდო ბაზიდან. მაინც დაგრიფე შეხედეთ. საწყალი ზმა, ნახეთ გაახვავეს და ეხა ამას მიაქვს. აბა ვნახოთ თუ მოახერხებს, აქ მე ბომბს დავდგავ მანამდე. თუ მოახერხებს ის წაღებას. ოპა, მე მგონი არო ბიჭო.
ეს ათამაშია ძმა შეუსწია და ვიღაცა კი არ მივარდა შეუსწია და მე ბუდისვაბი გავაკეთა მე მგონი აუ ეხლა გარეთ დამიდგეს ეს რობოტები აი შიგნით არ მეყოდა ეხლა გარეთ დადგეს ჩემგან რა გინდათ ეხლა მე მხვდება მე მგონი ბაზი შიგნით გააქვავეს არ ვიცი რა ხდება კარგად არ ჩანს მაგრამ რო გაიღება ეხლა მალე გაიღება და გამოჩნდება ყველაფერი გამოაგდო ვიღაცა ბაზიდან ჩემგან რა გინდათ აუ რამბოვი რობოტია ეხლა დავაკვირდი ამას უყურეთ რისხები რამდენია შიგნით ანუ ეს იმას უნდა ნიშნავდეს რომ შიგნით ძალიან ბევრი რობოტებია და უნდა დაშალოთ ეგ რომ მოიგოთ ერთმა გამოიყენა ეგ ტაქტიკა დადგა რობოტები და ეხლა ყველა მაგას ბაზავს აბა ზევით ავიდეთ და მანამდე მეტი ბომბები დავდგათ აქ ბომბე დავდგათ დავაი 6-7-ს პარავენ არაფერს არ ვაკეთებ უბრალოდ ვუყურებ და ვნახოთ სადამდე გაგრძელდება აი ამ 6-7-ის მოპარვა და სადამდე დაგრიფოს ვიღაცეები ანუ ვიღაცა უნდა დათმოსო დამთავრდეს ეს ბრძოლა მიაქ იმას მიაქ ოპა შეძლებს არა ბიჭო ბოლო წამში რო არ გაექვევებინა დაეგვიანებინა უკვე მოიგებდა საღოლ ბიჭო ცოტა შემეცოდა ეხლა წაიღებდა და უკვე ბაზარში ეყოლებოდა ეგ 6-7 მაგრამ ბოლო წამში ვაიმე ეს ბრძოლა მიდის ნუ ფიქრობ ერთადერთი მეთოდი რომ ეს ბრძოლა მოიგოთ არის ის რომ აბა გესვენებათ ყველას ძალიან გრძელი ავატარები რო არის აი ძალიან ერთის ლიბეოთის ბაზის სათulis ხელა ბაზა კი არა ავატარი რო არის ეგეთი ავატარები ალბათ აი ძალიან გრძელები და დაგზელებული რა მაგნარი ავატარის ჩაცმა 6-7-ის აღება კიბეზე ასვლა და მე შეგილია აი მაპის იქით გადახვიდე და ისე წაიღო ეგ ბრეინოტები ანუ ზევით ახვიდე რა და ვერავე მოგიკარება მაგრამ ვიღაცა ხალხი თამოფრინდება და მე დაგათხამს მაინც და ფიქრობ მაინც კაი მეთოდია ეგ რომ არ მოხდეს აუ ვიღაცას მიქონდა და როგორ უჭედავს ძმა ანუ რო არ უჭედავდა შეიძლება უკვე ბაზარში ქონდეს უკვე 6-7 მაგრამ ისე უჭედავს რომ ერთ ადგილას გაჩერებულია და ყველა ურტყავს მე აი როგორი დაუნდობლები არიან ეს ჩემი გამოწერები არავის არ დაინდობენ ეხლა დავაკვირდი მეტი და მეტი გამოწერები შემოდიან თითქმის სერვერი აივსო უკვე ჩემ პრაივეტ სერვერი და მეტი გამოწერები შემოდიან ეხლა და უფრო რთული ხდება ეხლა ბრძოლა ნუ ეგ ჩემთვის კაია მაგრამ გამოწერებისთვის ცუდია ეგ ჩემთვის კაი იმიტომ არის რომ ვიდეო ეხლა უფრო დიდხნიანი გამოვა და იმან ლომარო იყო კინაღამ შეაგდო წეღან ბაზაში კიდევ ეგეთი სიტუაცია ქონდა ძალიან ახლოს იყო და კიდევ შეუვარდა ვიღაც ანუ შეუსწიადა და წაართვა დაგრიფა აი თქვენ თვალიდან ხედავთ მეგობრებო 6-7-ის გამო რამბები ხდება და ამაზე უკეთესებს როგორ ვათამაშებ მე რა მოხდება კაცმა არის ის აი ოპა წაიღო ბაზარში ვაიმე ძლივს ეღირსა ანუ სამჯერ ალბათ ძალიან ახლოს იყო და შეუვარდა ვიღაცა კაი დაუკეთო ჩქარა ეხა ბაზა ვაიმე როგორც იქნა დასრულდა ეს ბრძოლა კაი შემომიშვე ბაზარში ისე რომ ნახო არ მოგბარა არაფერი ისე შემომიშვი აი ნახეთ მეგობრებო თავის ბაზარში შეაგდოთ ჩემი 6-7 გილოცავ ლომა ძალიან კარგად ითამაში ძალიან ბევრი ქონდა შანსი და როგორც იქნა შეძელი ნუ წარმატებები შენი 6-7-ით იმედია კმაყოფილი ხარ იმით რაც მოიგე ამ გათამაშებაში მანამდე კი მეგობრებო დღეისათვის უკვე სულ ეს იყო თუ მოგეწონა ეს გათამაშება და ვიდეო თვითონ აუცილებლად დალაიქეთ ხონა რადგან ძალიან ბევრი პერიოდები გაიწირა ამ ვიდეოსთვის ხო და რა ვიცი მეგობრებო თქვენთან იყო რაზურებალი აი ჯიგრები ხართ ვინც მართლა დალაიქებთ ახლა ამ ვიდეოს რადგანაც მართლა ძალიან ბევრი დავყარგე რომ ეს გადამიღო ხო და რავი მეგობრებო კიდევ ერთხელ გავემეორებ თქვენთან იყო რაზურებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბაი 幸せは何も起きない